საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ჩეხეთში. გამარჯვება ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მილიარდერის ანდრეი ბაბიშის პარტია ANO მოიპოვა. მათ ამომრჩევლის ხმათა 34.5%-ის მიღება შეძლეს. მოქმედი პრემიერის პეტ ფიალას სამოქალაქო დემოკრატიულმა პარტიამ კი მხოლოდ 23.4% მიიღო და მეორე ადგილზე გავიდა. ფიალამ დამარცხება უკვე აღიარა და განაცხადა, რომ ოპოზიციიდანაც განაგრძობს ბრძოლას, რათა ჩეხეთი იყოს დემოკრატიული, თავისუფალი და დასავლეთის მტკიცე ნაწილი. ანდრეი ბაბიში კი ახლა კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს იწყებს. სალომე თორაძის სიუჟეტი. 4 წლიანი პაუზის შემდეგ ჩეხეთის ხელისუფლებაში მილიარდერი ანდრეი ბაბიში ბრუნდება. მის მიერ 2011 წელს დაფუძნებულმა პოპულისტურმა პარტია ანომ ამორჩეველთა ხმების 34.5% და შესაბამისად 200 ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში 80 მანდატი მოიპოვა. უზომოდ მოხარული ვარ, რომ მოძრაობა ანომ ისტორიულ შედეგს მიაღწია. დიახ, ისტორიულს, ეს ჩემთვის პოლიტიკური კარიერის მწვერვალია. არ მჯეროდა ვიმედოვნებდი 30%-მდე ხმების მიღებას. მადლობა ყველას, ძალიან ვაფასებ. თუმცა ეს უმრავლესობის ფორმირებისთვის საკმარისი არ არის და ბაბიშს კოალიციის ფორმირება მოუწევს. ამას კი სავარაუდოდ ბოლო 2 ადგილზე გასულ პარტიებთან, ულტრამემარჯვენე SPD-სთან და ევროსკეპტიკოსების მემარჯვენე პოპულისტურ ავტომობილისტებთან შეეცდება, რომელთაც 15 და 13 მანდატი მიიღეს. ამასთან ბაბიში იმედოვნებს, რომ მათთან მოლაპარაკებების შედეგად შეძლებს შეინარჩუნოს ერთპარტიანი მთავრობა. ანოს ლიდერი უკვე შეხვდა პრეზიდენტ პეტრ პაველს. პრეზიდენტს ჩემთვის ჯერ არაფერი დაუალებია, ეს ნაადრევი იქნებოდა. განვიხილეთ არჩევნების შედეგები ისევე როგორც ჩვენი იმიჯი ნატოსა და ევროკავშირში. შევეცდებით მოვიპოვოთ ერთპარტიული მთავრობა, რომელსაც ANO უხელმძღვანელებს. პრეზიდენტს ინფორმაცია მივაწოდე მოტორისტებთან და SPD-სთან დისკუსიაზე. მოლაპარაკებები გაგრძელდება და პრეზიდენტს ვაცნობებ, როდესაც შეთანხმებას მივაღწევთ. პოპულისტური განწყობების ბაბიში, რომელიც ევროსკეპტიკოსად მოიაზრება, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ გამოდის და ასევე მიაჩნია, რომ შესაძლებელია უკრაინის სამხედრო დახმარების ფორმები. გამარჯვების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბაბიშმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ არის. მისი თქმით, ჩეხეთის ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც საბრძოლო მასალების უკრაინისთვის შესყიდვა და მიწოდება ხდება, ახლა გაუმჭვირვალედ ხდება და სწორი იქნება ეს ნატოს ორგანიზებით მოხდეს. თქვენ არ ხართ მზად ევროკავშირისთვის. ჯერ ომი უნდა დაასრულოთ და რა თქმა უნდა ჩვენ შევძლებთ ვითანამშრომლოთ უკრაინასთან, მაგრამ ევროკავშირისთვის მზად არ ხართ. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას ევროკავშირის გავლით. ევროკავშირი ეხმარება უკრაინას და ეს გათვალისწინებულია ევროპულ ბიუჯეტში, რომელშიც ჩვენ დიდი თანხა შეგვაქვს, ასე რომ გავაგრძელებთ დახმარებას. რაც შეეხება ჭურვების ინიციატივას, ეს უნდა მოხდეს გამჭვირვალედ და როდესაც ომი მიმდინარეობს, მასზე ფული არავინ უნდა გამოიმუშაოს. ეს ნატოს ორგანიზებით უნდა მოხდეს. თუ ვინმე 30 მილიარდს გამოიმუშავებს უკრაინისა და ომის ხარჯზე, მე ეს არ მომწონს. მე განსხვავებული შეხედულება მაქვს ამაზე. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ ამ საკითხს და წინააღმდეგი არ ვარ. ამაზე პრეზიდენტ ზელენსკისთანაც ვისაუბრო. თუ კი მოისურვებს, ვიმედოვნებ, რომ ბატონი ტრამპი საბოლოოდ დაასრულებს ამ ომს ნატოს ევროპელი ლიდერების მონაწილეობით. ბაბიში ასევე გაანაწყენა ჟურნალისტების კითხვამ, რომ ის შესაძლოა ნაკლებად სანდო პარტნიორი იყოს ევროკავშირისა და ნატოსთვის. მისი თქმით, მას ადრეც ეკავა პრემიერის თანამდებობა და მთავრობაში იყო და კარგი შედეგები ჰქონდათ. პრობლემა იმაშია, რომ თქვენ აკოპირებთ სიცრუეს ჩეხი ჟურნალისტებისგან. მე 5 ჯერ ვესაუბრე ტრამპს, ვიყავი პენტაგონში, გამოძიების ფედერალურ ბიუროში. ვესაუბრებოდი დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორს. ჩვენ ძალიან სანდო პარტნიორები ვართ. ევროპა ახლა არა კომპეტენტურია, არა კონკურენტუნარიანია. შეხედეთ ევროპას. მომავალ ივნისს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონი უნდა დაამტკიცონ და რამე არის მზად? არაფერი. მხოლოდ განცხადებები, სიტყვები, არავითარი მოქმედება. სწორედ ამიტომ გსურს ევროპის გადარჩენა. გვინდა მოვიგოთ შემდეგი არჩევნები. ჩვენ მკაფიოდ პროევროპული და პრონატოს კურსი გვაქვს. მე სრულად უარ ვყოფ ამ ნეგატიურ მოსაზრებებს, რომლებიც ჩეხი ჟურნალისტებისგან მოდის. ანდრეი ბაბიში ჩეხეთის პრემიერის პოსტს 2017-2021 წლებში იკავებდა და ერთდროს ევროზონაში გაწევრიანებასაც გეგმავდა. თუმცა შემდეგ ევროსკეპტიკოსი გახდა და სლოვაკეთისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების მოკავშირედ იქცა. ვიქტორ ორბანმა უკვე მიულოცა ბაბიშს არჩევნებში გამარჯვება. ამას ევროპისთვის კარგი ამბავი უწოდა. ბაბიშის წინააღმდეგ თაღლითობისა და ევროკავშირისგან სუბსიდიების უკანონოდ მიღების მუხლით რამდენიმე საქმეც იყო აღძრული. თუმცა ჩეხეთის სასამართლომ ის 2023 წელს
უდანაშაულოდ ცნო.